ჩემ ცხოვრებაში წიგნებთან ურთიერთობა დაიწყო 15 წლის ასაკში, როცა პირველად წავიკითხე მეგობრის რჩევით მექანიკური ფორტოხალი. და მე აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი თურმე ჩემი საყვარელი ქართველი მუსიკოსის საყვარელი წიგნის ყოფილა და დღემდე ძალიან დიდი ემოციები მაკავშირებს ამ წიგნთან. ჩემთვის წიგნის კითხვა ნიშნავს წინსვლის საშუალებას. როცა შეგიძლია ადამიანმა რომ წინ იარო და მხოლოდ წინ გაიხედა. ალბათ ადამიანებს ძალიან დაეხმარებათ ეს, რომ სხვა ავტორების, სხვა ადამიანების გადმოსახედი გაიგონ, შეიცნონ, ამ სამყაროზე უფრო მეტი გაიგონ და ეს იქნება ერთგვარი წინსვლა ადამიანებისთვის. ადამიანი, რომელიც საერთოდ არ კითხულობს, ბევრ რამეს კარგავს ცხოვრებაში, პირველ რიგში ალბათ სამყაროს შეცნობის უნარს, ასევე სიტყვის მარაკს და იმ ემოციების წიგნში კარგად არის ის ემოციები გადმოცემული, რაც ადამიანს ბუნებრივად გააჩნია, ეს იქნება თანაგრძნობა, ეს იქნება ადამიანის სიყვარულის უნარი, წიგნი ამას გვასწავლის. ჩემი გზა მკითხველობიდან მწერლობამდე ადრეულ ასაკში დაიწყო. ეს მე წავიკითხე ბევრი წიგნი, ნიცშე, კამიუ, ძალიან ადრეულ ასაკში გავეცანი კამიუს და ნიცშეს და ძალიან დამაინტერესა და მინდოდა რომ მათნაირი ყოფილიყავ და ჩემი გულში რაც მქონდა და გულის გადმოსახედიდან მინდოდა რომ ეს ადამიანებს წაეკითხათ. და ადრეულ ასაკში დავიწყე წერა, იყო რამოდენიმე ჩაფლავებული მცდელობა, მაგრამ დღესდღეობით დებიუტი შედგა ჩემი და ერთი წიგნის ავტორი. ჩემი წიგნი ექსპედიციების სულის სიღრმეში შევქმნი როგორც ავტორმა და არა როგორც მკითხველმა. შესაბამისად, იქამდე წაკითხული წიგნები რაც მქონდა, დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ეს იყო როგორც ჩემი, როგორც ავტორის გადმოსახედი, ჩემი გულის გამოძახილი. შესაბამისად, ეს ამ წიგნში ემოციური ფონი უფრო მეტი არის, ვიდრე როგორც ჩემი, როგორც მკითხველის გამოცდილება. ვისაც წიგნის წაკითხვა უნდა და ვერ ახერხებს, ურჩევდი, რომ მცირე ზომის ნაწარმოებებით დაეწყო კითხვა და იმ დროს დაეწყო კითხვა, როცა ეს ყველაზე მარტივია, მაგალითად, მგზავრობის დროს. და შემდეგ უფრო გამარტივდება დიდი ნაწარმოებების წაკითხვა, შემდეგ როცა უკვე თვალიც მიეჩვევა, გონებაც მიეჩვევა, უფრო გამარტივდება დიდი ნაწარმოებების წაკითხვაც. წიგნების წაკითხვა ჩემი აზრით იმიტომ ღირს ცხოვრებაში, რომ დიდი შანსია ის იპოვნო ბევრი კითხვის შემდგომ, რასაც ეძებდი. მაგალითად, სულიერი სიმშვიდე, მაგალითად, ადამიანის სიყვარული როგორ გვასწავლის უკეთ ადამიანის სიყვარულს, გვასწავლის ასევე ერთად ყოფნას და ბევრ რამეს, რაც ბენეფიტი არის წიგნის წაკითხვის.